ესე იგი, მეგობრებო, სიტუაცია არის წარმოდგენილი შემდეგნაირად, რომ ძალიან მეზარებოდა ამ კონტენტის დაწყება. ჯერ არ ვაპირებდი ადრე, ქალის მეტაფიზიკის კონტენტის დაწყებას, ჯერ არ ვაპირებდი YouTube-ზე. მე დავაპირე, იმიტომ რომ ანუ მე მუშაობ ესეთ წიგნზე რა, ქალის მეტაფიზიკა წერ რა და ეხა მეთქი ეხა ბარემ სანამ გამოვა ეს ნახევარი წიგნი მაინც გავაცნო ხალხს ამ კითხვას, სამ ჭირდება ხალხს ეს ინფორმაცია, პლუს მამაკაცებს სჭირდებათ გამოცდილების გაზიარება, თქვათ. აქ არის ჩემი გამოცდილება და ასევე საერთაშორისო პრაქტიკა და გამოცდილება. ეს გახლავთ ჩემი კემელბეგი. გასამარიაჟებლად. ხო და პრაქტიკა, საერთაშორისო პრაქტიკა და გამოცდილება, იმიტომ რომ რეალურად ურთიერთობაში 5 წელი, 10 წელიც, 15 წელიც კი არ არის ბოლომდე, აი 10 წლიანი, აი 10 წლიანი და ზოგჯერ 20 წლიანი გოგოსთან ურთიერთობის, ანუ ერთ გოგოსთან კი არა, ზოგადად გოგოებთან ურთიერთობის 20 წლიანი გამოცდილებაც კი არ არის საკმარისი, რომ საერთოდ გაიგოს თუ საერთოდ რა ხდება. მამაკაცები ვართ ქაოსში. ნუ მე ხა უკვე თითქმის რაღაც ბევრ რამეს გავეცი პასუხი, ამიტომ მე რა კითხვებსაც პასუხი გავეცი, ვიცი რომ ეს ბევრს გამოადგება და ბევრს დაჭირდება რა. ხო და მოკლედ ქალის მეტაფიზიკას ვწერ ასეთ წიგნს და თავების მიხედვით წაგიკითხავთ რა. მე დასვით იქ შეკითხვები დაწერეთ კომენტარებში, რა ვიცი თქვენი აზრები და საინტერესო შეკითხვები ან რაღაც თემატიკა რაც წამოიჭრება. გარკვეულ დამატებით ინფორმაციებს კიდე ამ კონტენტზე რო დავდებ ხოლმე ვიდეოებს კიდე გაგაცნობთ ჩემს შეხედულებებს და ასე შემდგომ. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ესე იგი ეს გოგოების რაღაცა ნაწილს ძალიან არ მოეწონება. გოგოების რაღაცა ნაწილი დაჟე იმაში TikTok-ზე არის ეს კონტენტი უკვე დამთახმებიან რომ და ქალების ნაწილიც რომ აი კი შელაშა 100%-იანს ლაპარაკობ. პირველ რიგში ხო და ეხა მეორე რიგში რას ვიტყვი რომ ეს აქ ეს ყველაფერი რასაც ჩვენ ვისაუბრებთ ახლა აქ არ ემსახურება იმას რომ მამაკაცებს შევაძულოთ ქალები, არა. აქ პრობლემა დგას იმაში რომ ამ ფემინისტურმა სამყარომ, ფემინისტურმა ამ იდეოლოგიამ და ინტერნეტში რა ტიპის ტრენდებიც არის გავრცელებული, მამაკაცები დატყვა მოწყობილ მდგომარეობაში. ანუ ჩვენ ვართ მამაკაცები მარტივად მოწყობილები, რასაც გვეტყვით, იმას გავიგებთ. ხვდებით? აი ერთი მაგალითი ავიღოთ, რომ გოგო გეუბნება თვითონ, რომ მე რო გეტყვი, რომ შემეშვიო, ესე იგი გეუბნება რომ თან უნდა შემეშვაო, თან მე წავა ვიდეოს დადებს რომ ტრენდზე რომ უთხარი შემეშვიო და წავიდე და მართლა შემეშვაო. არა და ამ დროს თუ არ შეეშვები და გაეკიდები, ადევნებაზე, აი ფიზიკურად გაკიდება, მესიჯებითაც რო შეაწყინო. ადევნებაზე კანონი აქვს მიღებული, რომ შეუძლიათ დაგიჭირონ. ანუ ჩვენ ახლა ვერ რა ხდება მამა რო იტყვია ნათქვამი რო არის სერიალში, აი რა ხდება, ანუ რა მამაკაცები შევთ კითხოს რა ხდება. აგედევნოთ, არ აგედევნოთ, მოკლედ ხო ხვდები, ჯერ ზოგადად ქალის ემოციური ფონი ხო ზოგადად ქაოსია, ქალებმა თვითონ არ იციან რა უნდათ. ხო და ამას პლუს დაემატა რაღაცა პრივილეგიებისა და უფლებების მიცემა ფემინისტური სამყაროსგან და კანონმდებლობით ქალებზე, რაც ქალებთან საერთოდ რო არაფერ შუაში არ არის. ქალების რაღაცა კატეგორია მამაკაცებად აქციეს. და მოკლედ ეს კარიერისტული ცხოვრება და ასე შემდგომ უამრავი თემა, რასაც უბრალოდ ერთი ჩვეულებრივი საშუალო სტატისტიკური მამაკაცის გონება ფიზიკურად ვერ გაუმკლავდება ხა მთელი კაცობრიობის ისტორიას ხო ვერ შეიყვანს ამ ხელოვნური ინტელექტის ის ხო არა, ადამიანს კომპიუტერი ხო არ არის. ანუ მოკლედ კაცების გონებაში ხდება ქაოსი, ამიტომ თემატურად დავჯექ, იმიტომ რომ ნახეთ როგორ თემა არის. ეს თუ ვიღაცა, მე თუ არ გავაკეთე ამას არავინ, ამის გამკეთებელი არავინ არ არის. ისევ ჩემი გასაკეთებელია ესეც რა. ანუ ყველა საკითხი ნარცისების მდგომარეობა სხვა არის, დაშორების მომენტი, გაცნობის მომენტები, პაემნები, ათასობით დეტალია რა. რას ნიშნავს უნდა იცოდეს მამაკაცმა. აქ არის საუბარი იმაზე, რომ აი მეორე საკითხი რაც ვთქვით, რომ ჩვენ მამაკაცებს ქალებს კი არ ვაძულებთ, არამედ ჩვენ გვინდა დავანახოთ, ანუ მე მინდა რომ დავანახო მამაკაცებს, რომ ქალი რასაც გეუბნება, იმას კი არ უნდა მოусმინო, მისი ქცევის მოდელს დააკვირდე და ამოიკითხო რეალობა მისი ქცევის მოდელი და გამომდინარე. ანუ შენ რო ის გეთამაშება, რეალურად გიყურებს, არ გიყურებს, რესურსები საჭირო არის, არ არის, რა თვალით გიყურებს, უყვარხარ, არ უყვარხარ, რა დროს უყვარხარ, რა დროს გატყუებს. აი ერთ ბევრჯერ მithქვამს და კიდე ერთი მაგალითი, აი ერთი
პუნქტი. ნუ ქალებს აქვთ რომ ჩვენ ყველა ერთნაირები არა ვართო. ზოგადად ეგ არის საერთო მოცემულობები და ერთნაირი ხარ არა ხარ მაღაზია არ არის ახლაპარაკი საერთო მოცემულობები. აი მაგალითად ავიღოთ ერთი საერთო მოცემულობა. რომ ერთი ძალიან თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი, აი საკითხი. ნახეთ, როდესაც გოგოს ემესიჯები, გოგო გეუბნება, გოგოს ეუბნება, ხა წარმოგიდგენთ, ხა მეც მქონია ეგ სიტუაცია, რომ კაცო ემესიჯები გოგოს შეუძლია, რას აკეთებს ი? ერთი თვე შეუძლია გემესიჯოს. ანუ გეგონება, აი გემესიჯება როგორ იცი, გეგონება Nokia ტელეფონები რო იყო 2000-იანების დასაწყისში და ტუკ აი მესიჯობების ხანა რო იყო, გეგონება იქა ვარ ჩარჩენილი. ანუ ხელოვნური ინტელექტის პერიოდში ვარ, საერთოდ ხალხს ისეთი სმარტფონები უჭირავს, ხო ხედავთ, აი შეგიძლია ძალიან მარტივად კამერით დაურეკო, ხო, კამერით დეითებზეც უნდა ვისაუბროთ მე აუცილებლად. ანუ კამერით დაურეკო და როგორც ნაცნობს და ახლობელს და მეგობარს რაღაცა გაიცნო ესე თქვა კამერაში დაენახო და დაელაპარაკო, დაენახოთ ერთმანეთს და ილაპარაკოთ რა კამერაში. არა, შანსი არ არის, არა თუ კამერაში, даже ზარით რო დაურეკო, წინააღმდეგია. ანუ აქ რაღაცაშია საქმე, ან კომპლექსებთან აქვს საქმე, ან რაღაცა კარგთან არაფერთან არ აქვს საქმე, რაღაცა ნიტო ხდება. სხვათა შორის ძალიან ბევრ გოგოს უმესიჯია გინაჩემთან, გინასვასთან და ბიჭი ყოფილა. კიდე პლუს ეს რაღაცა სიგიჟეებია, ნუ ზოგს გადახრა აქვს და ზოგს რაღაცა ციკები აქვს და ზოგს შურიზება უნდა და 1000 რა სიგიჟეები ხდება მოკლედ რა. ამიტომ მარტო მესიჯობაზე ვერ დაეყრდნობა. ანუ ისო ვახსენე ხო Nokia ტელეფონის პერიოდი ხო არ არის, რომ აწკაპუნებდა ხალხი და მაშინ კამერა არ ქონდა ტელეფონს და სმარტფონი არ იყო, იყო ტელეფონი მობილური უბრალოდ. ხო და ანუ დღეს შენ გააქვს ძალიან ესე იგი გიჭირავს ტელეფონი ხელში, აკრიფავ ღილაკს დააჭერ. ხელს ძალიან მარტივად შეგვიძლია რომ დაურეკო და გოგო გეუბნება რომ იცი რა კამერაში ხო ჯერ არ დაგილაპარაკებიო გეუბნება და მე მეორე გეუბნება რას მირჩევნია რომ მომწერო. ანუ რომ იცოდეთ ბიჭო, რას ნიშნავს როდესაც გეუბნება რომ მირჩევნია მომწერო. ანუ ეს არის როგორი რეჟიმებია, იცით? აი რომ აგიხსნათ. აი ასე კი არ უნდა იპია. ესეთ რამეს რო გოგო გეუბნება რომ მირჩევნია მომწერო. ახლა მე იმას არ გულისხმობ რომ ხა უცებ სამსახურშია და იმ მომენტში ურჩევნია რომ მიწერო და არ შეუძლია გიპასუხოს. არა. ვაფშე დილას აღამოს ის მუშაობს არ მუშაობს თან არაფერს რო არ აკეთებს წამოწოლილი და გეუბნება რომ მე შენთან ლაპარაკის სურვილი არ მაქვს, მირჩევნია მომწერო. ეს ნიშნავს იმას, რომ ის პარალელურად რამდენიმე 1 და 2 მინიმუმ, ანუ 2-ს მინიმუმ ემესიჯებ, ანუ ის პარალელურად რამდენიმე ემესიჯებ. ანუ ის როდესაც შენ გეუბნება რომ მირჩევნია მომწერო, არ აქვს მნიშვნელობა იმას ნათია ქვია, თეონა ქვია, მარი ქვია თუ ნინი ქვია. და ის რომ გეუბნება რომ მე ყველასნაირი არ ვარ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. აი წარმოიდგინეთ ამ დროს სარეცხი მანქანა რა. აი სარეცხის მანქანაზე რომ დაატრიალებ რეჟიმებს, ხო? ეს ხო არის რეჟიმი, გადართე სიტყვაზე 45 წუთიან ჩათ ბრეცხვაზე, მე გადართე გარცხავს 45 წუთიან რეჟიმზე. ეს სარეცხი მანქანა შენ ხო არ გეუბნება რომ მე იცი რა, მე ყველას სარეცხ მანქანას ვუმადარებ, მე ვარ რაღაცა ეს ფირმა და ახლა რეკლამაში არ ჩამეთვალოს YouTube-ზე, ეს ფირმა და მე ვარ მეორე სარეცხ მანქანა ხო არ გეუბნება მე ის ფირმა ვარ და იმას რატო მადარებ, რატო შეგაქვს ჩემ შეჭვი, გეუბნება რომ 45 წუთზე მაყედებ, 45 წუთზე მუშაობ. ეს 45 წუთზე მუშაობა იქნება 40 გრადუსი მაქსიმუმ, 60 და 90 გრადუსი თუ გინდა, მაშინ უნდა გადაატრიალო რეჟიმი და 2 საათი უნდა ირეცხოს. აი, ეს არის რეჟიმი, ანუ შენ ვისნაირი ხარ, ამაქვს მნიშვნელობა, ანუ ეს გოგო შენ რო გონია, ანუ ზედამთვარე რო მოგდის და წინა 9 წარსულ გოგოს რო გონია რომ არა გავს, მაგრამ ის რომ გეუბნება რომ შენ მირჩევნია მომწერო, უნდა იცოდე რომ ეს არის 45 წუთიანი სარეცხის მანქანის რეცხვის რეჟიმი. ანუ ეს ყველა საერთო აქვს. ანუ როგორც იმ ფირმასაც და ამ ფირმის სარეცხი მანქანასაც და იმ ფირმის სარეცხი მანქანასაც ერთი და იგივე რეჟიმი აერთიანებთ, ანალოგიურად ნისაც და თამოსაც აერთიანებთ ერთი და იგივე რეჟიმი, რომ შენ როდესაც გოგო გეუბნება რომ მირჩევნია მომწერო, ეს ნიშნავს იმას რომ ის დამატებით პარალელურად სხვა კიდევ 2 ბიჭს მინიმუმ, შეიძლება 5-6, მაგრამ 2-3 ბიჭს მინიმუმ ემესიჯება პარალელურად და შენ რო დაგირეკოს, კაბერით კი არა, უბრალოდაც რო დაგირეკოს. კი არის ფუნქცია რომ შეუძლია დაგირეკოს და თან პარალელურად იმესიჯოს და წყაპაწყობის ხმა გაუთიშოს, მაგრამ ყურადღებას ვერ მოგაქცევს და შენ აუცილებლად ამას მიხვდები, ხა გამოცდილი როდესაც ხო ელემენტარულ დიალოგში მიხვდები რომ ვიღაცას გონება გაეფანტება, ანუ მიხვდები რომ არ გისმენს, ანუ დიალოგი ვერ შედგება და ამან ეს იცის და ამიტომ ის B ვარიანტები კიდე B გეგმა B გეგმა C ვარიანტები სხვა ბიჭებიც რო ყავს არ უნდა რომ დაკარგოს, იმიტომ რომ იმისთვის შენ კი არა ხარ A ვარიანტი და ის B ვარიანტი, ყველანი B ვარიანტები ხართ რა.
უბრალოდ იქიდან რესურსიან და რაღაც იმ მომენტში სიტუაციიდან გამომდინარე ან ემოციურად მიჯაჭვული ვიზიტიც იქნება და იმ მომენტში რაც ენდომება იმას გააკეთებს რა და ამიტომ ხო და ეს ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს რომ ეჭვიან და არა შენ როდესაც გოგოსთან ურთიერთობას იწყებ შენ უნდა იცოდე რომ ის უკვე ათეულობით ბიჭს ემესიჯება ათეულობით ბიჭს ერთს კი არა ათეულობით ბიჭთან არის კონტაქტში ურთიერთობაშიც რომ შეხვალ ათეულობით ვარიანტი ყავს კიდე ამიტომაც ჩვენ როდესაც აქ ჩვენ ვიტყვით რომ აუცილებლად უნდა გქონდეს ყავდეს ბიჭს სხვა ვარიანტებიც გოგოები ამას ფუთავენ ისე რომ თვითონ წარმოდგენილები არიან თითქოს უმამკო კრავებივით და ამ დროს თვითონ 10-20 ვარიანტი თვითონ ყავს დაჟე ურთიერთობებშიც ყავთ ყოველთვის ყავთ ისეთ დეტალებს მოგიყვებით თქვენ ისეთ დეტალებს ხახნო აი გეუბნებით გოგოები რომლებიც მილიონერებზე არიან გათხოვილები რა კვარტალში ერთხელ მე მწერენ იმიტომ რომ ვაი თუ მართლა ზომბი აპოკალიფსი დაიწყოს ეს ბიჭი გამომადგება გაიგე იმის მილიონები დამჭირდება თხლეთ გაიგე მე ვიცი ისინი რატომ წერ რაღაცას მომწერს აი იქაც ის ვიდეო იდო და ვითომ შემთხვევით მომწერა ნუ ამ დროს დათმობია რა პროსტა ტიპი მილიონერზეა გათხოვებული მაგრამ მისთვის მე მართლა ზომბი აპოკალიფსი რო დაიწყოს მისთვის მე გეგმაბე ვარ იმ თავის მილიონერ ქმარს შეყვარებულს თუ საქმროს ისე უცებ დაადებს როგორც დაგიბარიბე იმიტომ რომ ქალის მეტაფიზიკა და ფსიქიკა მოწყობილია სხვანაირად ლიჟბი გადარჩეს და გადაარჩინოს თავისი გენები ეს არის მისი ნომერ პირველი პრიორიტეტი ამიტომაც ქალის მხრიდან სიყვარულზე საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი ამიტომ ჩვენ უნდა შევისწავლოთ ქალის მეტაფიზიკა ეს ყველაფერი ჩვენ მამაკაცებს მოგცემს იმას რომ ნაკლებად გავღიზიანდებით ნაკლებად ვიძალადებთ ესე ვთქვათ ნაკლები ძალადობა იქნება ფიზიკური ძალადობა იქნება ქალებზე, როდესაც გარკვეული ხარ, შენ როდესაც შედიხარ ურთიერთობაში და შენ რო აი ხა მე გეუბნები რომ შენ იმიტომ გეუბნება ის რომ მირჩევნია მომწერო მე რო გეუბნები რომ ეს იმიტომ გეუბნება ამას მირჩევნია მომწერო კიდე 2-3 MSG-ება ანუ შენ რო ეს ინფორმაცია უკვე გააქვს უკვე ეს ამ ფაქტის წინაშე აუცილებლად დადგები რაღაც მომენტში და შენ რომ ამ ფაქტის წინაშე დადგები და ჩემი სიტყვები გაგახსენდება შენში აგრესია უკვე აღარ იქნება იმიტომ რომ შენ რო სიტყვაზე ხო ერთი თვია გოგოს ხვდები და შენ აღმოაჩენ მე რომ ის კიდე თუნდაც ხებსაც ემესიჯება და შენ გულით მოგწონდა და გიყვარდა და მამაკაცის ის სხვა სიტუაცია არიან გოგოები რომლებიც არიან გამონაკლისები რომლებიც მართლა არავის ემესიჯებიან და ეგ ძალიან გამონაკლისის შემთხვევაშია როდესაც შეიძლება ემოციურად მიეჯაჭოს ბიჭს და ის რამდენხანს გრძელდება ყველა დეტალს გავივლით რა და ასე შემდგომ მაგრამ შენ როდესაც ესე იგი აღმოაჩენ ერთი თვის მერე შეიძლება აგრესია გაგიჩნდეს და რაღაცა კამათი მოხდეს და ცუსიამონო თანხმობა მოხდეს გოგოსთან. ამიტომ მე გეუბნები რომ თავიდანვე იცოდე რომ შენ რო გოგოსთან დღევანდელ მე არ გეუბნები 1950 წელი ხო არ არის? ჩვენთან ის მოცემულობა ხო არ არის 1950 წელი რომ ომში დაკარგეს ქმრები მეორე მსოფლიო ომში დაიკარგნენ და ჩამოვიდნენ თუ არა ჩვენმა დიდმა ბებიებმა რო არ იცოდნენ და ზოგმა თელ ცხოვრება უერთგულა და კაცისკენ არ გაუხედა. იქ საერთოდ სხვა მოცემულობა იყო. ჩვენი მშობლების პერიოდში სხვა მოცემულობა იყო. გადარჩენის პირობებში იყვნენ და ეს გადარჩენის ინსტინქტი აძლევდა იმის სტიმულს, რომ ჩქარა დაოჯახებული იყვნენ და ჩქარა გაეჩინა ჩხილები და ასე შემდგომ რა. ხო ხვდებით და ამიტომ სხვადასხვა პერიოდებია, სხვადასხვა სტანდარტებია, მორიდებები, მეზობელი რა სიტყვის, იმას რა სიტყვის სხვადასხვა ტრენდებია იმ თაობაში სხვანაირად იყო ჩვენს თაობაში სხვანაირად ალფა თაობაში სხვანაირად იქნება ხო და ამიტომაც ნაკლები აგრესია იქნება მამაკაცთან უნდა იცოდეს მამაკაცამ უნდა იცოდეს რომ ქალი რამხელა საფრთხეს წარმოადგენს ქალი არის ყველა ამ დედამიწაზე ქალი არის ყველაზე დიდი ფსიქოლოგიური მოძალადე მამაკაცისთვის ვერავინ ვერასდროს ვერ იძალადებს ისე ძალიან მამაკაცზე როგორც ქალი იძალადებს მასზე და უნდა იცოდეს რა პერიოდში დაიწყება ურთიერთობაში ეს ძალადობები, მანიპულაციები, გამოცდები. ანუ შენ გაძლევ ინსტრუქციას. რუსები იტყვიან ხო ძალიან ბევრ რუსულ ტერმინს და რაღაცას შევხვდებით. მე რუსეთումეს მეძახიან, იმიტომ რომ მე რუსულ ენიდან ვეცნობი ძალიან ბევრი ესე ვთქვათ ინფორმაციას და ეს არ მოწონს და აი დარდი რა, ასე თამადარდებს მე იგი. და რისი თქმა უნდა, აი რუსებს აქვს ეგეთი ნათქვამი. რუსებსაც სლავებს ზოგადად, რა უკრაინელების იგულისხმებიან და ესე ყველა ერთ ხალხია. Не так усики не существует, რა, ანუ не так усики ესეთი ტერმინი საიდან წარმოვიდა, რომ ანუ я не такая, ანუ მე ეგეთი არ ვარ, მე სხვებისნაირი არ ვარ, რუსებს გოგო შეხვდება ბიჭს თუ არა, я не такая. не так усики не существует, ანუ მე ეგეთი არ ვარ, ეგეთი ტიპები არ არსებობენ, რა. ანუ მოკლედ ხო ხვდებით რა და
ამიტომ, როდესაც შენ გაქვს ინსტრუქცია მოცემული, რომ ნახე, ეს არის კონკრეტული რეჟიმი. გოგო გეუბნება, რომ მე მირჩევნია მომწერო, უკვე ეს უნდა იცოდე რას ნიშნავს. რა დოზამდე უნდა მისცე მას თქვა ურთიერთობაში სანდოობა, დოზირებულად როგორ უნდა ენდო, ანუ გოგო, ნახე, გოგო შემოდის როგორ, ჩვენ ვართ, ანუ ნახე, ჩვენ არა გვაქვს ინსტრუქცია, ჩვენ არა გვაქვს ესე თქვა სოფლმხედველობრივი ღერძი ჩამოყალიბებული მამაკაცებს და ამიტომ მამაკაცები მარტივად გვათამაშებენ თავიანთ ჯგუფაზე. ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მე ვქმნი სანდოობის, ესე იგი სანდოობის პროცესს, ანუ მე უნდა შევქმნე სანდოობის პროცესს, ანუ მე უნდა მივცე ნდობა ქალს და იმან უნდა გაამართლოს ეს ნდობა და მე კიდევ უფრო ვენდო და ეს გაიზარდოს. მაგრამ ქალი გეუბნება, რომ ეგრევე პირდაპირ უნდა მენდო. რატო უნდა გენდო, ჩემო კარგო, რატო? იმიტომ რომ გამიღიმე და ლამაზი სიტყვები მითხარი, არა, ეგრე არ მუშაობს, ხო და. ამიტომ რა დონეზე უნდა ენდო. ასევე რა მომენტში დააპირებს შესმიტოვებას და მოკლედ ძალიან ბევრი თემა. ეხა ავირები და ავიხლართები, მოკლედ. ვიწყებ პირდაპირ, ესე იგი აღწერაში ეს გახავთ დასაკრავისია, დასვით შეკითხვები, ბიჭებო, ვისაც რა გაწუხებთ, დასვით შეკითხვები. მოკლედ ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ შევისწავლოთ ქალის ფსიქოლოგია რა, რომ ნაკლები ნედარაზუმენიები მოხდეს. ნაკლებ ხათაბალაში გავეხოთ მამაკაცები, ვიცოდეთ რეალობა და რა ურთიერთობაშიც ვიქნებით, ვიცოდეთ რომ ჩვენ მისთვის გესავართ ზაპასნოი აეროდრომი ვართ, ანუ სათადარიგო აეროდრომი ვართ, რისთვის ვდიხართ თუ ასე შემდგომ და ასე შემდგომ. ანუ კონკრეტულ სიტუაციებს განვიხილავთ სიტყვაზე, აი თქვა ორშვილიანი გოგო შენ სიტყვაზე ქმარგაშურებული ორშვილიანი გოგო, მაგალითად სიტყვაზე მე რო ვიღაცები რო იყვნენ, ნახე, მაგ სიტყვაზე მე ვიღაცები რო იყვნენ რაიონიდან რომ აბავდნენ, ხო? ტიპება ერთ დღეში გეფიცებით ხახო არ ვაზიადებ. ერთი დღე მირეკეს კამერიდან და ზუსტად ერთი დღეღამის გასვლის შემდეგ მეუბნება რაღაცა ჩემი კონტენტის გამო იმ კონტენტს მიაბა რა, წამეპათხალება და პიტა მეუბნება აი მოკლედ იმის გამო არ მაინტერესებს ცოლად მოყვებიო მეუბნება. ამ დროს გოგო არის ანგელოზივით გოგო. მაგრამ უკაცრავად, მაგრამ ეგ ანუ ამ დროს მე უკვე იქნა გამომდინარე რომ მე მაქვს ინსტრუქცია, მე ვიცი რომ მე მისთვის უკვე ვარ ზაპასნოი აეროდრომი, ანუ სათადარიგო აეროდრომი ვარ, რომ ის რაიონიდან გამოთხვა, რაიონში კი არ არის პრობლემა და თბილისში, გინა თბილისიდან იყოს, გინა. ნახე, ამ მოცემულ კონკრეტულ მომენტში ეს არის რა, მისთვის მე ვარ სათადარიგო აეროდრომი, რომ ის გამომყვება ცოლად, 2-3 წელი თან მის სხვასთან გაჩენილ შვილებს მარჩენინებს. ეხლა არის სიტუაციები, ვიღაცებმა მოიყვანეს სანათესაუშიც ის რა ქვია მოიყვანეს თქვა იყვნენ დაშორებული ჩემი დიდი ბებიაც იყო ეგრე დაშორებული ქმარი გარდაეცვალა ქური იყო ხდება ეგ სხვა რამე მაგრამ აქ უკვე თანამედროვე ტენდენციებზე არის ლაპარაკი ხდება რომ მოყავთ კაცო შვენიანი გოგები მათი საქმეა მაგრამ მე ვამბობ ვინც მოიყვანა ეს მისი საქმეა და მის პირადი არჩევანი მაგრამ შენ რუსები ამას ეძახიან ალენ და კარალევსკი არის სამეფო ალენი ხარო სამეფო ირემი ხარო რა როდესაც შენ ამ იმაში მოტყუდებიო ხო და ეხლა ნახე რას მე მისთვის სათადა მე უკვე ვიცი ამ დროს ნახე მე თუ ეს ინსტრუქცია არ მექნებოდა უბრალოდ მის სილამაზეს და მის სექსუალურობას ვერ გაუძლებდი და ძალიან მარტივად დამიყოლიებდა რომ მომიყვანა ეს გოგო ცოლად და ზუსტად აი ერთ დღეში ხო თვითონ შემომთავაზა ცოლობა და ეს ზუსტად ერთ დღეში მოკიდებდა ბავშვებს ხელს და წამოვიდოდა იმიტომ რომ მე მისთვის ვიქნებოდი და მე ვერ მიხვდებოდი რა ხდებოდა მე მეგონებოდი რომ შემოყვარდა ამ დროს მე რადგან ინსტრუქცია ხელში მიჭირავს და ვიცი ეს რას ნიშნავს მე ვიცი რომ მე ვარ მისთვის სათადარიგო აეროდრომი ის გოგოა ცუდი და მე კარგი ვარ ამ პირიქით კი არა ვინ ცუდია ვინ კარგი კი არა კონკრეტული ალგორითმი ეს რომ მე ვარ მისთვის სათადარიგო აეროდრომი 2 მაქსიმუმ 3 წელი გაჩერდებოდა ჩემთან ცოლობაში ანუ იმაში ვითომ ცოლობაში თან პლუს ამასობაში მის ესე ვთქვათ გენების ფინანსურ უზრუნველყოფას გავწევდი ამასობაში ის მოიხოდებოდა დაიბერავდა ტუჩებს კიდევ უფრო გალამაზდებოდა ასე შემდგომ იპოვიდა უფრო ფულიან ტიპს და აქედან ჩემი უბდი და კიდევ უფრო ცენტრალურ უბანში გათხოვდებოდა თავისი ორ შვილთან ერთად ყველთან გამომარჯოს ანგელოზები ბავშვები ყავს მაგრამ მეს ვიცოდი და რა თქმა უნდა მე ამ იმაში არ გავები ამ მახეში ანუ ეს არის ფინანსური თაღლითობა ეხლა რა ხდება ეს გოგო ზუსტად ანალოგიურად ის გზა რაც შემთხვევით უნდა გაევლო დამატებით იქ რა თქმა უნდა გვარდების რაოდენობიდან გამომდინარე ხა სტორებს რო უყურებ მე ვხედავ იქ იმას რომ ის დამატებით პარტნიორები ჩემს მაგივრად 1-2-3 გაყოდა 2-3-ზე გადაანაწილა და იმათი დახმარებით ის იმ გზას გადის რაც ჩემთან უნდა გაევლო რა ფული მეც უნდა დამეხარჯა ეხა სხვები ახარჯებენ ყველაფერი დაიბერა რაც კი დაბერვა და გადაისლიკინათ ყველანაირი კანი და ესე და ანუ რას ვამბობ ნახეთ
ანუ მე გოგოებზე კი არ ვჭორავ, ანუ ჩვენ რა ესე თქვა შარში შეიძლება აღმოჩნდეთ რომ უნდა ვიცოდეთ რა. ანუ მან იპოვა ალien, ანუ ირმები იპოვა ესე თქვა რქები დაადგა რამდენი მამაკაც თავს ახარჯინებს ფულებს მათზე და ბოლოს ამ რესურსებით კიდე უფრო ფულიანს იპოვის. ანუ მე რასაც ავწდი, იმას ვერაცდა სხვა რა. რა თქმა უნდა ურთიერთობაში ის თავის რას შესთავაზებს ხა კი მიხვდებით ხო? ანუ სანაცვლოდ რა. ნუ მათი საქმეა კი ბატონო, მაგრამ ჩემთვის თავარია რომ მე არ მოვტყუდა. კიდე ხა სამ დავიწყე წაკითხოს. ვიტყვი ასევე იმასაც რომ კომენტარები იქნება აქ ბიჭებისგანაც და გოგოებისგანაც, იმიტომ რომ ძალიან თამამად გადადგმული ნაბიჯია და ვერ მიხვდება საზოგადოების რაღაც ნაწილი თავიდან. ეს არის აი 8 წლის დონის შრომა მე რაც აქ გავწიე და რომ ვბედავ და ამაზე ლაპარაკს და აუცილებლად იქნება გამომწერების თუ არა გამომწერების რაოდენობა, რომლებიც დაწერენ რომ მე შენზე შემეცვალა შთაბეჭდილება, ესეთი ანგელოზივით ბიჭი მეგონე და ასე შემდგომ. ჩვენ ცხოვრება არის ესე ვთქვათ ველური ჯუნგლები და ჩვენ ვცდილობთ აქ გადავჭეთ და ნაკლებად მოტყუებული და ნაკლებად დაზარალებულები აღმოჩნდეთ და მე ამ გამოცდილებას გიზიარებ. ამიტომ ვიღაცები ვეღარ ამიტანენ პირდაპირ ნიშნულობით და გამომიწერენ თუ ძალიან ვისაც ძალიან შეურაცხყოფილი კომენტარებს დაწერენ, უბრალოდ გავუთიშავ კომენტარებს რა. და ეს პირიქით ეს კონტენტი ეძღვნება იმას, რომ რაც უფრო გამოღვიძებული იქნება მამაკაცი და რაც უფრო აი ნახეთ რას ვამბობ, მე ხო ის ინსტრუქციით ნახე, მე ინსტრუქციიდან მიხედვით, მე ხო მივხვდი ამ გოგოსაც სიტყვაზე რომ თქვა რა ჩანაფიქრი ქონდა. წავედი და ვითრიეთმები და არა, რაზე უნდა ვეჭხუბო, ანუ შენ პირიქით ეს შემეცნებულობა, ეს შემეცნების ეს დონე, შენ პირიქით გიცავს რომ არ ჩავარდეს ისტერიკებში და არ დაიწყო ქალზე ძალადობა. ანუ ეს მომავალ ესე მამაკაცების მომავალში პრევენციას გაწევს იმისთვის რომ ნაკლებად იძალოდონ მამაკაცებმა ფიზიკურად ქალებზე. ანუ დაჭერები არ შველის ამ საქმეს. დაჭერით უკვე მომხდარ ამბავზე გააკეთებ რეაგირებას. ანუ აი ცოლებს რო კლავენ და ყოფილ ცოლებს და ესე, ანუ იქ რა ხდება? ადამიანმა მოკლა, ანუ ეს აქტი უკვე მოხდა იმას, რასაც მე გეუბნები რომ შენ თუ ეს არ გეცოდინება რა რას ნიშნავს. ეს შენ გემუქრება, ეს რომ შენ ჩავარდე საშინელ სტრესში და საშინელ მეც ყოფილი ვარ გაურგა და 1-2 გადავრჩი ბეწვზე რომ ძალიან შორს იყვნენ ეს გოგოები, იმიტომ რომ ფსიქოლოგიურად ვერ გაუძელი, სორლულიანი კი არა, მეტეორი რომ მე ტანკი რომ მქონოდა ტანკს დავადებდი. აი პირდაპირ გეუბნებით ტანკს დავადებდი თავზე და სნარიადით აუფეთქებდი თავს. მე მეხავეთქვის ვიღაცა რომ ყველა მამაკაცი ეგრეა, ყველა მამაკაცი არის ზოგადად მოძალადეს რასაც ვთქვათ, ყველა მამაკაცი არის მებრძოლი, ეს არის მებრძოლის სული და არა მოძალადეობა. უბრალოდ შენ როდესაც გამუქაბულში დატოვე შენი ცოლი და იცი რომ ოჯახს უვლის და მამონტებზე სანადიროდ ხარ წასული და გაიხედავ და მამონტებთან ერთად გარბის შენი ცოლიც ამას მამაკაცი ერორი ეძლევა რა. აი რა დროს ეძლევა ეს თავისი სექსუალური პარტნიორი როგორ ხდება მამაკაცის ფსიქიკაში, ამაზეც უნდა ვისაუბროთ, როგორ ხდება ესე იგი საფრთხე, რომელიც აუცილებლად მამაკაცის ალგორითმი ეუბნება ქვეცნობიერ რომ ეს საფრთხე უნდა განადგურდეს, ამიტომ ხდება ეს ყოლელობები, ამიტომ ეს უნდა განვიხილოთ. იმიტომ რომ რომ მოკლავს და მიწაში ჩადებს, მე პოლიცია რო დაიჭერს, ეს არის უკვე აღსრულება იმაზე დანაშაულზე რეაგირება. ანუ ჩვენ აქ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ეს დანაშაული რაც შეიძლება ნაკლებად მოხდეს. ანუ უნდა იცოდეს შენ რომ როდესაც ცოლი მოყავს, ნებისმიერ წუთს შეიძლება ადგეს ქალი დაიხუროს და წავიდეს სადღაც. რამდენი შვილიც არ უნდა გააჩინო, ხელს მოაწერა, ანუ შენ გარანტიები არ აქვს. შენ როდესაც ეს იცი, ნაკლებად შედარებით ნაკლები ფსიქოლოგიური ტრავმა გექნება და ნაკლებად ჩავარდები სტრესებში. ანუ სტრესში ჩავარდები გასაგებია იდარდებ და იბღავლებ და ასე შემდგომ, მაგრამ რა ზოგი პირდაპირ და ზოგი გულში იბღავლებს, მაგრამ თავარი ის არის რომ არ ჩავარდე არაადეკვატურ მდგომარეობაში და ანუ მე ადამიანის ძალადობა და ის არ მოგინდეს, მოხდებით, ანუ არაადეკვატური როდესაც ხდება მამაკაცი, ამიტომ ხდება და ეს ამხელა ძალადობები ქალების მიმართ ფემიციდს უძახიან, ხო, მე მგონი ფემიციდი და ხო და ამიტომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ამაზე რომ მამაკაცები არ ჩავარდნენ ესეთ არაადეკვატურ მდგომარეობაში. უნდა იცოდე რომ შენ სამი საუკეთესო პაიმანი რო გაქვს, აი სამი საუკეთესო პაიმანი რო გაქვს და უკვე შენ მომავალს აწყობ, რომ აწყობ მომავალს შენ გონებაში, უნდა იცოდე რომ მეოთხე აღარ შედგება. აი რატომ იცი გონე რაღაც შარიკი გადაუტრია და ქალს, იქ რაღაცა ჰორმონების დონე ზევით ერთმა დოზამ ზევით აიწია, მეორე მქვევით დაიწია. ერთი გოგო წერდა, აი ერთმა გოგომ მომიყვა
ყავაზე ბიჭს უთხარიო, რის თქვა მინდა იცი რომ ანუ იმდენად დიალოგი არ წარმოებს წყვილებს შორის, რომ ვაფშე ქალი და კაცი დღეს არის საერთოდ სხვა სამყარო, რომ შენ ყავაზეც კი არ მანქანით გაუვლი ამ ბიჭს, შენ ყავაზეც კი არ დაპატიჟეო, ნუ ეს ბიჭი საერთოდ სხვაგან იყო გონებით, აშკარად, აი გაუგებრობა მოხდა და შენ ყავაზეც კი არ დაპატიჟეო, ამ გოგოს უთხოვს, რატო, კაი, თუ ყავა გინდოდაო და გადასულა ეს ბიჭიც ნუ დაბნეული იყო, ეტყვა ვერ ზოგჯერ არის რომ შეიძლება რაღაცა ვერ გააკეთო ზუსტად. გადასულა ჯიხურში უყიდია ნესკაფეს რძიანი ყავები და ეს რძიანი ყავები მიუცია ხელში ამ გოგოსთვის და ეს გოგო გაქცეულა და ხა ბიჭი ვერ გებულობდა რატო გაიქცაო, აი ხო ხდებოდა კურიოზებიც ხდება, საგიჟეთია რა იმდა. ანუ ახლა რომ თქვა ისო სიტყვაზე ესეთი რამე ამ ბიჭს რატო დაემართო თქო და რომ გავაკრიტიკო, მე რომ ავდგე და ჩემს წარსულს გადავხედო, მაგაზე უარესი სისულელეები მექნება გაკეთებული და რაღაცები გამხსენებია კიდევაც ხო. ანუ ხდება რა, შეიძლება ელემენტარულს ვერ მოხდეს ადამიანი. საერთოდ ჯამშაქი ის არის რომ გოგოები დღეს ურთიერთობაში შეცდომას ბიჭებს არ პატიობენ რა, რაღაც სტანდარტები აქვს მოგონილი თავიანთ გონებაში და ეს არ გააკეთებსო. ანუ ურთიერთობა არის ამ ცხოვრების ჭაპანი, რომ აიღოთ ზურგზე ორივე ერთად და გასციოთ ერთად ეს ცხოვრებისეული ჭაპანი. ხო და რა ჭაპანი, რის ჭაპანი? გეტყვის მომშივ და გამომიძახე ბურგერი, არ გამომიძახებ და დაგადეს. მოკლედ დავიწყოთ, თორემ მე ხა ძალიან გამიგრძელდა სიტყვა. ეს ნიღბები შეიცვლება, დაიხვეწება, მე სხვადასხვა ნიღბები იქნება და ცოტა დავისურვებ. ზოგი მიჭერს, ზოგი მაწუხებს, მოკლედ იქით-აქეთ, ესე იგი. ხო, ბიჭებმა დასვით შეკითხვები, რაც გაინტერესებთ, საინტერესო შეკითხვები გამახსენებს ბევრ რაღაცა ისტორიებს და მოგიყვებით. მოკლედ თავების მიხედვით, ეს თავების სათაურებს სათაურები იქნება აღწერილობაში. დავიწყოთ, ესე იგი. ზოგიერთი ტექსტი რთულია და მე გადაახვიეთ ხოლმე და მოგეთ თქვენ იცით რა. როგორ გავზარდოთ ფსიქოლოგიური სტაბილურობა და გავხდეთ უფრო თავდაჯერებულები ქალებთან ურთიერთობისას. ანუ აქ თავებში ძირითადად თითქმის ყველა თავში ჩვენ ანუ მე მივმართავ და ველაპარაკები ბიჭებს და ვასწავლი გოგოებთან ურთიერთობის საკითხებს. როგორ გავზარდოთ ფსიქოლოგიური სტაბილურობა და გავხდეთ უფრო თავდაჯერებულები ქალებთან ურთიერთობისას. საერთოდ ჩვენი ფსიქოლოგია ძალიან საინტერესო რამ არის. მისი არც დანახვა და არც გრძნობა არ შეიძლება, თუმცა ჩვენი ცხოვრების ხარისხს ზუსტად ის განსაზღვრავს. ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული და ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი ადამიანი ერთსა და იმავე მოვლენაზე ერთმანეთისგან განსხვავებულად რეაგირებენ. მაგალითად, თუ კი ფსიქოლოგიურად დაბალანსებულ მამაკაცს ქალი ურთიერთობაზე უარს ეტყვის, იგი ამაზე დიდად არ ინერვიულობს და უბრალოდ გადავა შემდეგზე. აი, ფსიქოლოგიურად დაუბალანსებელ ადამიანს თუ კი ქალი თავისი ცხოვრებიდან უარყოფს, მაშინ ასეთი მამაკაცი დიდი ვარაუდით დეპრესიაში ჩავარდება და თავის თავში ჩაღრმავებული დაიწყებს იმ მიზეზების გარკვევას, თუ რა ვერ გააკეთა მან სწორად და რა სჭირს მას. მაგრამ მასთან ფაქტობრივად ყველაფერი კარგადაა. ეს შეიძლება იმ ქალშია პრობლემა მას რომ უარის ტკიცა. და თუ კი იქიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ თუ რამდენად გაიზარდა სოციალურ ქსელებში ფსიქოლოგებისა და ტრენერების რაოდენობა, გამოდის რომ მამაკაცების უმეტესობაში ფსიქოლოგიური სტაბილურობის ნაკლებობა შეიმჩნევა და ეს დიდი პრობლემაა. ახლა მე თქვენ ერთ მარტივ საშუალებაზე მოგიყვებით, რომელიც საშუალებას მოგცემთ თქვენი ფსიქოლოგიური წონასწორობის დონე განსაზღვროთ და ეს ყველაფერი რთული მეთოდების გვერდის ავლით გამოგვივა. ამისათვის საჭიროა რომ საკუთარი თავისთვის შეამციროთ სტანდარტები და დააყენოთ მოთხოვნები ქალისთვის. როგორც კი თქვენ გაითავისებთ, რომ თქვენ კი არ უნდა შეესაბამებოდეთ ქალს, არამედ ქალი უნდა შეგესაბამებოდეთ თქვენ, ხოლო ამის შემდეგ ქალებთან ურთიერთობისას თავს იგრძნობთ ბევრად თავდაჯერებულად. როგორც კამასუტრას ბოლო თავში წერია ურთიერთობის ცოდნის მთელი რეზიუმე. ჰკითხა ბიჭმა ზარატუსტრას, მომეცი შენი ჭეშმარიტება. მაშინ უთხრა ზარატუსტრამ, კაცის ბედნიერებას ჰქვია მე მსურს, ხოლო ქალისას მას სურს. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ბევრად თავდაჯერებული გახდები. ქალი და რელიგია. ისე როდისმე დაფიქრებულ ხართ, რომ რელიგია ძალიან მკაცრად არეგულირებს და ზღუდავს ქალების ქცევას. ყველა რელიგიაზე საუბარი არ შემიძლია, რადგან არ ვფლობ საკმარის ინფორმაციას მათ შესახებ. მით უმეტეს, რომ ისინი 3000-ზე მეტია, მაგრამ სამი აბრამისეული რელიგია, იუდაიზმი, ქრისტიანობა და ისლამი, ქალს აშკარა არასანდოობით უდგება. ასე ვთქვათ, პირდაპირ გასაგებად გვამცნობენ, რომ თუ კი ქალი არ გაკონტროლდება, მაშინ ის თავს არასწორი ქცევით წარმოაჩენს.
მე ვფიქრობ, რომ ადამიანები, რომლებიც ამ რელიგიების დამფუძნებლები იყვნენ, ან სათავეში უდგნენ, რელიგიების, რომლებიც ათასობით წელი არსებობენ, აშკარად იცოდნენ, რაზეც ლაპარაკობდნენ. ის სიტუაცია, რომ ქალი თავისი ქცევებით ქმნის პრობლემებს, არც გუშინ წინ და არც რამდენიმე წლის წინ არ გაჩენილა, არამედ ბევრად ადრე. ეს ხალხი ათასობით წლის წინ მობილიზდა ამ პრობლემის გადასაჭრელად. ნებისმიერი რელიგია თავის თავში შეიცავს წესების იმ ნაკრებს, რომელსაც ადამიანმა ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა მისდიოს. სხვა საქმეა, რომ ადამიანები ამა თუ იმ რელიგიის მიმდევრები რამდენად იცავენ ამ წესებს და რას ვხედავთ ჩვენს რეალობაში? ქალმა დილით თავშალი გაიკეთა, წავიდა ეკლესიაში და სანთელი დაანთო. საღამოს კი მოკლეკავა ჩაიცვა და კლუბში წავიდა გასართობად. ანუ თითქოს და ის ვაჭრობს ღმერთთან, რომ მე შენ დილით სანთელი იმისათვის დაგინთე, რომ მაპატიო ის სოდვები, რომლებსაც საღამოზე ჩავიდენო. არა და როგორ გავს ეს ამბავი ინდულიგენციების ძველ კათოლიკურ ტრადიციას. სიტუაციიდან გამომდინარე, როდესაც სავარაუდოდ თავისუფალი ქალი ზიარებისა და ცოდვების შენდობის მერე მიდის შემდგომი სიძვისთვის. ამაზე წმინდა წერილში მოთხრობილია: ასეთი ქალი როგორც ძაღლი ისია, რომელიც თავის ნარწყებს უბრუნდება, ან როგორც დაბანილი ღორი, რომელიც ტალახში საგორაოდ მიეშურება. ქალები მამაკაცებს რატომ წარუდგენენ უფრო მეტ მოთხოვნებს, ვიდრე კაცები ქალებს? კი, მე ვიცი, რომ არსებობს აზრი იმაზე, რომ ქალებს უფრო მეტი მოთხოვნები აქვთ კაცების მიმართ, ვიდრე პირიქით, მაგრამ ეს მთლად ასეც არ არის. განსხვავებული მამაკაცები განსხვავებულ მოთხოვნებს წარადგენენ. მაგალითად, კაცები, რომლებიც გარე ქალებთან ხანგრძლივი დროის ურთიერთობაში არ შედიან და მათ იყენებენ მხოლოდ პირდაპირი გაგების მიზნით, ასეთები ქალებს ძალიან მაღალ მოთხოვნებს უყენებენ. ზუსტად იმიტომ, რომ არც ერთი ქალი ამ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. შესაბამისად, კაცი ასეთ ქალს დიდი ხნით გვერდზე არ იჩერებს. შეხედავს კაცი ამ მეთოდით შეამოწმებს, რომ მისი მეწყვილე ამ პირობებს არ ასრულებს და გადადის შემდეგი ქალის შემოწმებაზე. ახალგაზრდა ბიჭებმა საკუთარ თავზე მუშაობა რითი უნდა დაიწყონ. ჩვენ უკვე რამდენიმე თავს გავეცანით, თუ როგორ უნდა იმუშაოს მამაკაცმა საკუთარ თავზე იმისათვის, რომ ქალმა იგი სერიოზულად მიიღოს. იმიტომ, რომ თავად ქალები მენტალური გაგებით სიურპრიზ საჩუქარი ყუთიდან გამზადებული და უკვე სრულქმნილები ახდენენ წარდგომას კაცის წინაშე. ისინი მცირე ასაკიდანვე უკვე აზრზე მოსული ტიპები არიან და სიახლე და განსავითარებელიც არაფერი აქვთ. ამიტომაც მათგან აღარაფერს არ ითხოვენ კაცები იმის გარდა, რომ ბავშვი გააჩინოს. აი, მამაკაც კი შეუძლია, რომ განვითარდეს. ჩემთვის გასაგებია, რომ ამ თემაზეც აზრთა სხვადასხვაობა იქნება, მაგრამ მე ამას მათთვის ვწერ, ვისაც ეს ძალიან სჭირდება. მეჩვენება, რომ ზოგიერთი ვერ გებულობს, თუ რას ნიშნავს საკუთარი თავის განვითარება, თუ როგორ უნდა იმუშაოს ბიჭმა ამაზე, რა უნდა გაკეთდეს ამისთვის, წავიდეთ ფიტნეს დარბაზში და კუნთები ვავარჯიშოთ, წიგნები წავიკითხოთ, თუ ბევრი ფული უნდა გამოვიმუშაოთ. მაგალითად, სოцქსელებში ერთი მამაკაცი საკუთარ დაშვებულ შეცდომებზე მიღებული გამოცდილებით წერდა მცირე სქემას, რომელსაც აქაც გავეცნობით. ინსტრუქცია იმაზე, თუ რით უნდა დაიწყოთ საკუთარ თავზე მუშაობა. ქალებთან ურთიერთობისას ვისწავლე მნიშვნელოვანი რამეები. პირველი, ყოველთვის ყავდეს სათადარიგო გოგონა. მეორე, ემოციურად გამოკვება საკუთარი გოგო, მხოლოდ სიტყვებით, კაპიტალ დაბანდებების გარეშე. მესამე, არაჩუქო საჩუქრები დღესასწაულებზე, მაქსიმუმ მხოლოდ მამაკაცური სითბო. მეოთხე, არ გაარკვიო ურთიერთობები მასთან, არამედ მხოლოდ სულელურად დააიგნორე, ხოლო როდესაც ის შენგან გაქრება, ისე რომ თითქოს არაფერი მომხდარა, რომანტიულ შეხვედრაზე დაპატიჟე. სია არასრულია, ჯერ კიდევ წერის პროცესში ვარ. ციტატის დასასრული. ციტატა სოციალური ქსელიდან დასასრული. ვინც ამ ყმაწვილის აზრს არ ეთანხმება, იქნება აგვიხსნას, თუ რატომ უნდა გაუკეთოს ბიჭმა გოგოს იმაზე მეტი სიურპრიზი თუ საჩუქარი, ვიდრე გოგო დაიხარჯებოდა მისი პარტნიორის წინაშე. იმისათვის, რომ ახალი ველოსიპედის გამოგონება არ მოგვიწიოს, მოდით ვისაუბროთ იმაზე, თუ რატომ უნდა იყოს მამაკაცი ეგოისტი და რატომ უნდა ფიქრობდეს მხოლოდ საკუთარ თავზე. აქ რომ კომენტარის დაწერა შეიძლებოდეს, ალბათ ვინმე დააკომენტარებდა და მეტყოდა, რომ ლაშა, თუ კი ასეთი ეგოისტი იქნები, მაშინ როდესაც შენ დაგჭირდება დახმარება,
იმ დროს არავინ აღარ დაგეხმარებაო. გესმით რა ხდება? მინდა გითხრათ, რომ თუ კი თქვენ მთელი ცხოვრება სიკეთის კეთებით დაკავდებით, მიუხედავად ამისა, მაინც არავინ დაგეხმარებათ. იმიტომ რომ ადამიანების უმეტესობისთვის მადლიერება მათთვის არატიპიური რამ არის. ამას კი ყველასთვის გასაგები და მარტივი მაგალითით აგიხსნით. მამაკაცს მთელი ცხოვრების მანძილზე იმაზე მეტი თანხის გადარიცხვა მოუწევს საპენსიო ფონდში, ვიდრე მერე მიიღებს, როცა პენსიაზე გავა. აი, ბევრი კი საპენსიო ასაკამდე ცოცხალიც კი ვერ აღწევს. ანუ რა გამოდის, რომ კაცი მთელი ცხოვრება ვიღაც სხვას კვებავს, შემდეგ კი სანაცვლოდ უკან ვერაფერს იღებს. ჩანართები იქნება ხოლმე თავებს შორის. ჩანართი. წარწერა სააბაზონოს კედელზე. ცხოვრებაში ყველაფერი ბუმერანგივით არ ბრუნდება. დაიბანეთ თამამად, დამლაგებელი. კაცსა და ქალს შორის მეგობრობა შეუძლებელია. მათ შორის შეიძლება იყოს შიში, მტრობა, თაყვანისცემა, სიყვარული, შურისძიება და ყველაფერი, მხოლოდ არა მეგობრობა. მამაკაცი არასდროს არ ურთიერთობს, მით უმეტეს რომ არ მეგობრობს ქალებთან, რომლებიც მისთვის სექსუალურად მიმზიდველები არ არიან. ეს ბუნების საწინააღმდეგო წასვლაა. ქალთან მეგობრობა მამაკაცისთვის გენების დონეზე წინააღმდეგობას ნიშნავს. ლიბიდო არავის არ გაუუქმებია. ამიტომაც ნათქვამია, რომ კაცი როგორც ზეთი ისია, ხოლო ქალი ცეცხლივითაა. ინდივიდუალურად კარგია, მაგრამ ძალიან დაახლოება არაა საჭირო. აშუშხუნდება. ქალსა და კაცს შორის მეგობრობა შეუძლებელია, რადგან მათ შორის მუდამ რაღაც დგება. როგორ გოგოსთან გამოგივა ურთიერთობა? რომელი ტიპის გოგოსთან გამოგივა შენ ურთიერთობა და შეხვედრები, ან მისგან წამოსული ისეთი დამოკიდებულება, როგორიც შენ გაგიხარდებოდა? შენ ეს გამოგივა ისეთ გოგოსთან, რომელიც ძალიან არ მოგწონს, ან კიდევ როდესაც გესმის, რომ შეგიძლია შენს თავს საშუალება მისცე და უფლება ცხოვრებისგან ბევრად ლამაზი და საინტერესო გოგო მიიღო, ვიდრე ის არის. საქმე იმაშია, რომ ქალები ძალიან კარგად და სწრაფად ახდენენ მამაკაცის საჭიროებების იდენტიფიცირებას. კაცი რომ ქალის პირველივე დაძახებაზე მირბის, ის ამით ამაღლებს ქალს და ქალიც მერე უკვე ფიქრობს, რომ ეს ბიჭი თავის დონის ნამდვილად არაა. უარესია და იწყებს მასთან თამაშსა და დისტანცირებას. ამიტომაც გოგონა როგორი საყვარელი, თბილი და კეთილშობილიც არ უნდა იყოს, არასდროს არ ღირს აჩვენო, რომ ის ძალიან მოგწონს. ამით შენ ყველაფერს გააფუჭებ, დამიჯერე, 1000 გზის დაცდილია უკვე. უღირს თუ არა მამაკაც რომ ქალს ენდოს? რატომ არ უნდა ენდოს ბოლომდე მამაკაცი ქალს? თუ შეგინიშნავთ, რომ დედები თავიანთ ვაჟიშვილებს ხშირად იცავენ ქალებისგან, იმიტომ რომ თავად ქალი კარგად იცნობს ქალის შიდა თვისებებს, ასე რომ ჩემი რჩევა კაცებს, ეს დაიმახსოვრე მთელი ცხოვრების განმავლობაში. პირველი, არასდროს არ გაიხსნა ბოლომდე ქალის წინაშე. შენს გულწრფელობას შენს საწინააღმდეგოდ გამოიყენებს იგი. მეორე, გქონდეს სათადარიგო გეგმა, იცოდე რომ ქალმა შეიძლება შიშველი და მხიარული დაგტოვოს, ანუ გაგფრთხვნას ბოლომდე. ამის გამო ქალის შეფასება არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს მთლიანად ევოლუციის საქმეა და მას მიეწერება ეს ბრალეულობა. ქალი ასე ახდენდა თავისი თავისა და ნაყოფის გადარჩენას. მესამე, გახსოვდეს რომ შენ ქალისთვის მუდამ დარჩები რესურსად. მიუხედავად იმისა, თუ როგორც არ უნდა გეუბნებოდეს შენი მეწყვილა, თუ როგორ ძალიან უყვარხარ, შენ რესურსი ხარ და ამიტომ თუ კი რესურსი ამოწურული იქნება, მას რას უშვებიან? მართალია, მოისვრიან და გადააგდებენ. ასე რომ მარაგში მუდამ გქონდეს რაღაც. არ აქვს მნიშვნელობა თუ რამდენი წლისა ხარ. ეს სიყმაწვილიდან გახსოვდეს. უნდა დაქორწინდე ბჭყალებში კარგ, ანუ უნდა დაქორწინდე კარგ გოგონაზე. ეს სიცრუეა. ძალიან ბევრ ბიჭს დედა კეთილი სრულებიდან გამომდინარე გარკვეულ ასაკში ეუბნება, რომ ის კარგ ბჭყალებში კარგ, რომ ის კარგ გოგონაზე უნდა დაქორწინდეს. ანუ ეს ბჭყალებში კარგ, რატომ იცით, რომ ეს ვიღაცების შეხედულებებია, რომ ეს არის კარგი გოგონა და ეს მოიყვანა. ეს სხვისი რეალობაა და არა შენი, რომ ის კარგ გოგონაზე უნდა დაქორწინდეს. ეხლა რუსული იმით ამაქვს რაღაც ამოღებული. მაშას ნუუყურებ. Ты вот на машку не смотри. იმიტომ რომ ჩულქებით დადის და ტუჩსაცხი უსვია. ეს რაღაც ფილმიდან იყო. 16 წლის ასაკში უკვე გათახსირებული მეძავია. ეს დედა ეუბნება ბიჭს რა, მე არ დამობრალოთ. 16 წლის ასაკში უკვე გათახსირებული მეძავია. აი, ასეთებზე ნუ დაქორწინდები, დედა ეუბნება ბიჭს რა. ხშირ შემთხვევაში ასეთია დედის რჩევა.
უნდა შეუღლდე მაგალითად სვეტაზე. ის წესიერად იქცევა, სწავლობს. რა თქმა უნდა, ერთი შეხედვით წესიერ პატიოსთან და კარგად აღზრდილი გოგონას ოჯახში შეყვანაზე კარგი არაფერია, მაგრამ სოციალური განვითარებისა და ჩვენს კულტურულ ცხოვრებაში მართლწესრიგულ პოზიციებზე ყოფნის გარდა, არათუ გარდა, არამედ უფრო მნიშვნელოვნად ბიჭისთვის გოგოს მიმზიდველობა და სექსუალური ენერგეტიკაა უმთავრესი და არა ორი ცალი თაროზე შემოდებული დიპლომი. ამიტომაც ბიჭში ამ მომენტში მიმდინარეობს დისონანსი, იმიტომ რომ ერექცია მას მაშაზე ემართება, დედის თვალში რომ ბოზადაა გამოცხადებული, აი ზუსტად იმაზე. ხოლო სვეტაზე კი უნდა დაქორწინდეს. უნდა იმ დედამისს უნდა რა არა. ბიჭს გაორება აქვს და არ იცის როგორ მოიქცეს. შედეგად მას უნდა რომ კარგი და დამჯერი ბავშვი იყოს. ზოგადად ჩვენ ყველას გვინდა რომ ოჯახის წევრებისთვის კარგი და დამჯერი ადამიანები ვიყოთ და აი მას სოლად მოყავს სვეტა, მაგრამ ამავდროულად როგორი სექსი აქვს ბიჭს ამ კარგ ბრჭყალებში კარგ გოგონასთან? არანაირი. იმიტომ რომ ამ ყველაფრის თავი და თავი ისაა, რომ სვეტა სექსუალურად მიმზიდველი არაა ამ ბიჭისთვის. არადა ეს ყველაზე მთავარია ბიჭისთვის. აქ საუბარი იმაზე არაა თუ წყვილი როგორ ჩანს მეზობლისა და ახლობლების თვალში, არამედ თუ რა ხდება სინამდვილეში წყვილის შიდა ინტიმურ ურთიერთმიმზიდველობაში. ანუ სვეტა სექსუალურად არ იზიდავს ამ ბიჭს. მას სტიმული არ აქვს, მას ერექცია არ აქვს. სვეტა არ არის მისთვის როგორც სასურველი ქალი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კაცისთვის და იწყება მარჯვნივ სხვა ქალებისკენ გადახვევა. ან მუდმივი კონფლიქტი იმის ფონზე, თუ რატომ არა გვაქვს ჩვენ სიახლოვე ურთიერთობაშიო და ბიჭი აცხადებს, რომ რატომ ვერ ვიღებ მე შენგან იმას, რაც მინდა რომ ამ ურთიერთობისგან მივიღო და ინგრევა კავშირი. შემდეგი თავი. როგორ უნდა მიხვდე, რომ ქალს არ უყვარხარ? თუ კი ქალი შენ გეუბნება რომ ჩვენ მთელი დღეები სახლში ვსხედვართ და არსად არ მივდივართო, მეს არ მომწონს და მოწყენილი ვარო, მაშინ იცოდე რომ ასეთ ქალს შენ არ უყვარხარ. რამდენს გქონიათ ასეთი შემთხვევა ცხოვრებაში? შენ ცხოვრობ შენი ცხოვრების ტემპით. შენს პირად სივრცეში ჩნდება ქალი და იწყებს შენი ტვინის გამორეცხვას, რომ თქვენ არსად არ დადიხართ. რა თქმა უნდა, ამაში ის არ იგულისხმება, რომ შეყვარებულმა ან ქმარმა თავისი საყვარელი ქალის სასეირნოდ არსად არ უნდა წაიყვანოს. რა თქმა უნდა, ამაში ორი აზრი არ არსებობს, რომ დიახ, არათუ სასეირნოდ, არამედ სამოგზაუროდაც კი უნდა დაპატიჟოს და ერთად ახალი თავგადასავლების მიღებით ახალი ემოციები შეიძინონ. მაგრამ აქ კონკრეტულ ქალის მხრიდან მამაკაცის მიმართ დამოკიდებულებაზეა საუბარი. შენ მამაკაცი ცხოვრობ ისევე როგორც ცხოვრობდი აქამდე და ნამდვილად არ ახარ ვალდებული არანაირი პარტნიორის გამო არ შეცვალო შენი ცხოვრების სტილი. თუ კი ეს შენ თავად არ გსურს. კაცი კი არ უნდა გადაეწყოს ქალის რელსებზე, არამედ პირიქით, მაშინ თუ არ მოწონხარ, ისეთი როგორიც ხარ, შენთან რა საქმე აქვს აბა? კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ მსგავსი დამოკიდებულება ქალის მხრიდან არის უსიყვარულობის აღიარება და მეტი არაფერი. როცა ქალს მამაკაცი უყვარს, ამის იქით, რაც არის ეს მხოლოდ სასიამოვნო დამატებაა. მთავარი მამაკაცია მისთვის. ხოლო როცა ქალს კაცი არ უყვარს, მას გარეთ სურს დროის გატარება, რაც შეიძლება შორს კაცისგან. მამაკაცმა შეიძლება მოითფინოს, მაგრამ დიდხანს ვერ შეძლებს ამას. აქ იგულისხმება თუ როგორ არის ქალისთვის დალაგებული პრიორიტეტები და არა ის, რომ მამაკაცი გასეირნებს ან გართობის წინააღმდეგი უნდა იყოს. ეხლა გამახსენდა ერთი ამბავი, ის ჩემი რაღაც დეითიც არ იყო, ერთი გოგო ვნახე რა ადრე და ეხლა გოგომ რაღაც თან სიკეთე გამიკეთა სხვათა შორის. მე სადღაც დაპატიჟე მოყავდა იქ-თაკით მოგეთ არაფერი არ იყო საერთოდ არაფერი არ მომხდარა. მე ნახავ გავისეინოთ, თუ პარკში გავისეინეთ რა. ანუ აქ რაზე არის? აქ საუბარი რაზე არის, რომ შენ რა მდგომარეობაში ცხარ მამაკაცი, უნდა გააგრძელო იმ მდგომარეობაში ყოფნა და შენ როგორც მატარებელზე ვიღაცა როგორც მატარებელი რომ მიდის და ზოგი ერთ ქალაქში ამოვა და მეორე ქალაქში ჩავა, ხო? აი ვაგონში ამოვა იმგზავრებს და მეორე ქალაქში ჩავა და ვიღაცა მეორე ქალაქში ამოვა და მესამე ქალაქში ჩავა, ესეა რა. შენ ხარ მატარებელი და შენ გაქვს შენი რელსები ამ ცხოვრებისეული რა. და ქალი უნდა ამოვიდეს შენთან, ანუ შენ უნდა ჩაგებას და არა პირიქით, ანუ შენ როგორც მატარებელი ვერ გადაუხვევ, ანუ არ უნდა გადაუხვიო სადღაც ასფალტის ტრასაზე, იმიტომ რომ ვერ გაივლი იქ. აი ამაზეა ლაპარაკი. ეხლა რა გამახსენდა რა? რომ ეხლა აი თვითონ ცირად მე ხა ჩემზე ვიტყვი ურთიერთობებში იყო რაღაცა ტექნიკური ხარვეზები, რაღაცები შეცდომები მცირე კი ყველაზე გქონია, მაგრამ
მე რასაც ჩემს წარსულში რომ გადავხედავ ხოლმე და უკვე გამოცდილებით აი ტექნიკურად რა როგორ უნდა მექნა ვიცი და რა შედეგზე როგორ გავსულიყავი მაგრამ მე გულწრფელობიდან გამომდინარე და მე რა იმ მომენტში როგორც ვიყავი რა მენტალურ მდგომარეობაში და რა მენტალურ და სოციალურ დონეზეც რო ვიყავი მე არ ვაყალბებდი ჩემს რეალობას და ვიქცეოდი ისე ან ვიყავი ის რაც ვიყავი მე რეალურად შეცდომა არ დამიშვია უბრალოდ ინსტრუქცია ჭირდება გოგოსთან ურთიერთობას და რაღაცა შედეგზე გასვლას ეს სხვა რამეა ნახეთ ახლა რას ვლაპარაკობ აი აქ ცოტა ჰაერისთვის ვდებ ამ ქაღალდს მეურთხლება და ანუ ეს ეხლა ის იყო რა ნახევრად აი ბელორუსიდან იქიდან ჩამოსული გოგოები რო არიან ტურისტები კარგი გარიგნობის გოგო მოკლედ პარკში გავისეინეთ და ორი ახლა მნიშვნელოვანი რა არის ნახეთ 2016 წელი იდგა ზუსტად 2016 წელი და ხა რატომ მახსოვს რომ 2016 წელი იდგა იმიტომ რომ ეხლა ფილმების მოყვარულები ვინც არიან კინოთეატრებში ვინც დადიან და უყურებენ ფილმებს ეს არის ძირითადად ეხლა კინოეკრანიზაციები არის DC-ს კომიქსების კინოეკრანიზაცია და Marvel-ის კომიქსების კინოეკრანიზაცია და ვინც ამ საკითხებში ჩაბმულია იციან მათ ეხლა რა დონის მოვლენებზეა ლაპარაკი სოფლიო მოვლენები მიდის როგორც ეხლა სოფლიო ჩემპიონატი რო არის ფეხბურთში და ვიღაცა რაღაცა გუნდის ფანია ეს ხო მისთვის სასწაული რაღაცა ხდება ხო აი ეგრე არის DC-ს და Marvel-ის კინოეკრანიზაციები როდესაც მიდის და ეხლა თქვა წელს 2026 წელია და ეხლა Doomsday გამოდის ტონი სტარკი ხდება დოქტორი დუმი და ხა შე რომელ გოგოს გინა აუხსნა რომ ეს რას ნიშნავს 50 ფილმს და კინოპროექტებს სერიალებს და პროექტებს უყურე რომ შენ იცი რა ხდება ათასობით განხილვას უყურე და ამას შენ ვერავის ვერ აჩვენებ და ვერაფერს ვერ დააჯერებ მე მესმის მაგრამ არც არის საჭირო რომ ყველაფერს გოგომ უყუროს ის უნდა მოგენდოს და უნდა შენს გემოვნებას უნდა გამოყვეს ეხლა რაზე ვამბობ რა 2016 წელი იდგა ამ გოგოსთან ერთად რო გავისეირნეთ და რაღაცას ვლაპარაკობთ რა და ვიყავი ეს ახთოვანებაში რომ ანუ იმ დღეებში გამოდიოდა ბეტმენის სუპერმენის წინააღმდეგ რა ზაკ სნაიდერის ბეტმენის სუპერმენის წინააღმდეგ და ხა ვინც იცის ეს რა არის ხალხმა ანუ ეს არის კაცობრიობის დონის მოვლენა მოხდა რა ბეტმენის სუპერმენის წინააღმდეგ და ნუ იქ ტრეილერები იყო და sneak peek-ები და მთელი ამბები ჭუიდან ვიყავი გადასული A4-ებში ვარ და ვეუბნები რომ სასწაული ფილმი გამოდის მეთქი მოგეთ საერთოდ რომ ბევრი ვერ გავაგრძელო A4-ებში ვიყავი ემოციებში მეთქი ბეტმენის სუპერმენის წინააღმდეგ რაღაც მთელი ამბები მეთქი დაგპატიჟებ კინოში წავიდეთ რაღაცა ბოგ მომიტრიალ და შენ რა ბავშვი ხარო? გაიგეთ რას ბავშვი ხარო მე მეუნება. რამდენიმე მილიარდიან პროექტზე არის საუბარი მე მეუნება ბავშვი ხაროთ. ხო და ანუ ნახეთ რას და იცით რას მივხვდი რომ ანუ ეს გოგო ვალდებული კი არ იყო რომ ბეტმენის სუპერმენის წინააღმდეგ გწოდნოდა შეიძლება ცოტა გაგებული ქონოდა რაღაცა მაგრამ აი ესეთ პასუხს რომ გოგო გაგცემს რომ შენო ბავშვი ხარო ანუ ეს საერთოდ ეს რა არის? ანუ ეს თინხაზოს ვაფშე სხვა ანუ უბრალოდ იმან ბეტმენის სუპერმენის წინააღმდეგ კი არ იცის და არც არის ვალდებული რომ იცოდეს, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ მთელი შენი ღირებულებები, მთელი შენი ემოციები, ყველაფერი მისთვის არის არაფერი. ანუ რა დონეზე ფეხებზე კიდი ხარ? რა დონეზე ფეხებზე კიდია შენი ემოციები? ანუ ფეხებზე კიდი ხარ თავიდან ბოლომდე. და მადლობა ღმერთს რომ მაშინ მე გააზრებულობა მეყო და არა ბავშვი მეთქი ის ბავშვი ჩემ მეთქი ხდები იცი რა ხდება მეთქი თელი მსოფლიო ელოდება რაღაც უხსნი რას უხსნი თუმე ვერაფერს ვერ გააგებინე ანუ იმიტომ რომ არც არის საჭირო გაიგოს და მე იმის მერე არანაირ სრული აღარ გამჩენია გოგოსთან ნახვისან რაღაც იმიტომ რომ ანუ ეხა მე ამ გადასახედიდან თუ გადავხედავ რა ტიპის სილამაზის გოგოც ის იყო და დღეს ტრენდული რაც არის ეს კაფეში დაპატიჟება თუ სადღაც წაყვა კაფეში დაპატიჟება ვის რა უყურს კაცო ხალხი დუბაიში მიდის გოგოები თავისით მიდიან და მოდიან დუბაიში. რის ხარჯზე გვიცით, მაგრამ ხო და ანუ ინსტრუქციის მიხედვით, ანუ ნახე, მე მესმის რომ ამ გოგოსთან სექსუალურად დაახლო პარტნიორობაში bis ამბავში სექსუალური პარტნიორობის ამბავში ამ გოგოსთან დაახლოებისათვის რა იქნებოდა საჭირო ტექნიკურად მე ხლა ვიცი, მაგრამ ეს არის ხელოვნური ურთიერთობა, კი ბატონო, აი გულწრფელობაში ის არ გამოუყვა. მან ჩემი ემოციები ფეხებზე დაიკიდა და თავის გონებაში აიგდო აბუჩად თორე მე ვიყავი მოწოდების სიმაღლეზე კაცი ბეტმენის სუპერმენის წინააღმდეგ ველოდებოდი მეთქი დაჟე ბეტმენის სუპერმენის წინააღმდეგ მე ვარ ლეგენდაში
აი აპოკალიფსის ბოლო კინოეკრანიზაციის კინოთეა მე ვარ ლეგენდაში ფილმში მეთქი ბოლო პლაკატი იყო გამოკრული უილ სმითმა რო გაიარა ქუჩაზე მეთქი სად გოგო ვერ მიხვდა რას ვეუბნებოდი ახლა ხვდებით და ხო და ასეთ დროს შენ და იცოდე რომ ამას რა სჭირდება შენგან რაზე მელაპარაკე ბენაფლექსზე მეტი მამაკაცური ვინ არის აი ბენაფლექსზე მეტი მამაკაცური და იმაზე რა ქვია სუპერმენზე რა ქვია ბიჭ მამაკაცური ვინ იყო რა რამხელა ემოციებზე იყო აქ საუბარი რამხელა იდეოლოგიურ დაპირისპირებაზე რაზე ველაპარაკებოდი კაცთან ან რაღაც თემა იყო რა მოყვა რა პოსტა შენ ბავშვი ხარო ამიტომ იქით უნდა აეწყოს გოგო შენზე თუ არა ეწყობა კარგად იყოს რა მოგეთ გავაგრძელოთ სხვისთან მიმოწერა ეს ღალატია თუ კი შენი გოგო გეუბნება რომ ეს უბრალოდ მიმოწერა სერიოზული არაფერი და ნუ იფიქრებ ამაზეო არა არ დაიჯერო ორ ერთმანეთთან ახლო ურთიერთობაში მყოფ წყვილს შორის არანაირი მესამე პირი არ შეიძლება რომ იყოს იმიტომ რომ ყველაფერი მცირედიდან იწყება გოგონა თავს შენს ერთგულად ათვლის მაგრამ სოციალურ ქსელში სხვა მამაკაცის ფოტო მოიწონა შემდგომ უკანაც ანალოგიური ყურადღება დაუბრუნდა მე ერთი-ორი სიტყვა ესროლეს ერთმანეთს დიდი არაფერი და უმნიშვნელო ფლირტი დაიწყება ამას მოყვება ყავის ერთად დალევის შეთავაზება ამ წინადადებაზე დათანხმება გოგოს მხრიდან იქნება და აი უკვე გოგონა გაბბულია ეს გახლავს ოჯახის დანგრევის ტრივიალური სქემა და ყველაზე საინტერესო ის არის რომ თავდაპირველად ნამდვილად გოგონას გულწრფელობასთან გქონდა საქმე და შენი და მისი მიზანი ღალატი არც ყოფილა როგორ უნდა ავარიდოთ თავი იმას რომ ჩვენ არ მოგვიწიოს გოგოს მიმართ ტოტალური კონტროლის განხორციელება რაც ორივესთვის და ურთიერთობისთვის დამაზიანებელი და დამღლელი პროცესია და როგორ გავაკეთებინოთ მას ჩვენზე შეგნებული არჩევანი გარშემო შენთვის გოგონები მუდამ ახალგაზრდა და ლამაზები იქნებიან მაგრამ როცა შენ შეგნებულად ირჩევ რომ მხოლოდ ერთი გოგონა გიყვარდეს და სხვა გოგონებისთვის შენი გული ავტომატურად იკეტება ეს უკვე ურთიერთობის სხვა დონეა ანუ ის რომ შენ იმაში გყავდეს რა ქვია სათადარიგო იმაში ეგ საერთოდ სხვა დონეა ლეველებია ურთიერთობის ფაზებსაც გავივლით როდესაც ერთი გოგოა შენ ცხოვრებაში რომელიც ტოტალურად დარწმუნებულია შენში და იცის რომ ნებისმიერ ვითარებაში 1000 ქალს შორის შენ ყოველთვის მას აერჩევ და ეს დიდებული ფასეულობაა და თუ კი წყვილი 100-ია შემდგარი მაშინ ეს უნდა მუშაობდეს ორივეს მხრიდან და არც გოგო არ უნდა ემესიჯებოდეს სხვა მამაკაცს ისევე როგორც შენ ეს ურთიერთობის სხვა ფორმატია ამიტომაც გოგონას ჰკითხე შენ შეგნებულად გააზრებული გაქვს შენთან ყოფნის გადაწყვეტილება და მერე დაიწყო ურთიერთობა მამაკაცის პირადი ინტერესები იერარქიულად როგორ უნდა გადანაწილდეს თუ კი კაცისთვის პირველ ადგილზე თავისი ოჯახი და თავისი მეუღლე დგას ეს უზარმაზარი ირონიაა და შედეგად ის ვერც თავის საქმეს ააწყობს და მალევე დარჩება ოჯახის გარეშეც იერარქია მართებული მაშინაა როდესაც კაცისთვის პირველ ადგილზე დგას თავად თვითონ საკუთარი თავი როდესაც ყავს დაყენებული პირველ ხაზზე მეორე ადგილზე მისი საქმე საკუთარი კარიერა თავისი ბიზნესი მისი საყვარელი საქმიანობა მესამე ადგილზეა მისი ქალი მეუღლე და ამის შემდგომ დგას მთლიანად ოჯახი ასეთ მდგომარეობაში ის უკვე საგარეო ფრონტზეც წარმატებული იქნება და ოჯახშიც ყველაფერი საუკეთესოდ ექნება სხვათა შორის დღევანდელ ფემინისტურ საზოგადოებაში ხშირად ვხვდებით ამგვარ იერარქიულ წყობას მხოლოდ ქალის შემთხვევაში რაც თავიდანვე გამორიცხავს მსგავს იერარქიაში მამაკაცის როლის შემოსვლას და შემდგომ მის იქ ღირსეულად დარჩენას ინფანტილური და ცოლზე დამოკიდებული მამაკაცის მიდრეკილებაა რომ მისი პიროვნება ქალში იქნას გახსნილი ასე ვთქვათ აიზილოს მიხავს იქამდე რომ ის დაკარგავს საერთოდ ყველაფერს და ასეთ შემთხვევაში თქვენ ძალიან ბევრს ხედავთ 40-დან 50 წლამდე უკვე ასეთი მამაკაცები 40-დან 50 წლამდე უკვე ასეთი მამაკაცები მარტოები რჩებიან რომელიც აღარავის აღარ სჭირდება ასეთ მამაკაცს უკვე აღარ აქვს არც ბიზნესი აღარც ოჯახი არც ჰობი და საერთოდ არაფერი მე მახსოვს ჩემი ერთ-ერთი სამსახურის უფროსი როგორ ეუბნებოდა თავის ქვეშევრდომს მე თუ აქ საქმე ჩამივარდება ჩათვალე ყველაფერს დავკარგავო საქმესაც და ოჯახსაცო არადა ის უკვე საპენსიო ასაკამდე მიღწეული დიდი ბიზნესის მქონე მამაკაცი გახდათ რომელიც ფაქტობრივად 24 შვიდზე მუშაობდა თავისი კომპანიის წინსვლისთვის ვინც ასე არ იქცევა ჩათვალე რომ მას ცხოვრება გვერდზე ჩაუვლის
რატომ სურთ ქალების უმრავლესობას რომ დაქორწინებულები იყვნენ? არ უნდათ ცოლად ყოფნა, რომ შეასრულონ ცოლის ფუნქცია, არამედ კონკრეტულად ქორწინებაში უნდათ ყოფნა. კურიოზი ისაა, რომ მისი ეს დაოჯახება, ის რომ გათხოვდა, ეს მეტყველებს იმაზე, რომ არსებობს მის ცხოვრებაში მამაკაცი, რომელიც მზადაა დანარჩენი ქალები ყველა დაივიწყოს. თავად იგი ცოლი იმდენად მაღალი დონის ქალია, რომ მისი ქმარი მზადაა მთელი ფინანსური მომენტები თავის თავზე აიღოს და იზრუნოს მასზე, როგორც ცოლზე. ხოლო ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ამას ხედავდეს, რომ შემომხედეთ მე როგორ კარგად გამოვიყურებიო და ყურადღებისა და პრივილეგიების რაოდენობა მის მიმართ საგრძნობლად იზრდება და მთელი ამ ქორწილების შოუები და მისკენ მიპყრობილი ყურადღება მიუთითებს მხოლოდ იმაზე, რომ მათ არ უნდათ ცოლად ყოფნა. ამის მტკიცებულება კი ოფიციალური ქორწინების განშორებების რაოდენობაა. საერთო ჯამში ეს არის ქალის დაუოკებელი წყურვილი, რომ მის გარშემო წრეს ანახოს. მე იმდენად კარგი ვარ, რომ ჩემი ცოლად მოყვანა უნდათო და ქორწილის დღეს მთავრდება ცოლ-ქმრობაც. რატომ მიდის ქალი? შენ იყავი ალფა-მამრი შენი მეწყვილისთვის და ახლა გახდი ომეგა. როდესაც შენ ალფა იყავი, ის პატივს გცემდა, უყვარდი და შენთან ყოფნა უნდოდა და როგორც კი ომეგა გახდი, მას სურვილი გაუქრა შენთან ყოფნის. როგორც კი თქვენი კავშირი გაუფერულდა და ამ ურთიერთობაზე დამოკიდებული გახდი, შენ იქეცი ომეგა და მეორე ხარისხოვანი სტატუსის მქონე მამაკაცად და ქალით შენგან წავიდა, მაგრამ ალფა სტატუსის დაბრუნების შანსი მაინც არსებობს. ეს კი შესაძლებელია მნიშვნელობის ბალანსის კანონის მეშვეობით. შენ მუდამ გასცემ და გასცემ მის მიმართ ენერგიას და ხდება გადახურება. ენერგია ერთი ფორმიდან მეორეში გადადის და როდესაც შენგან ძალიან დიდი სიყვარულია, ამ დროს ქალი გარბის. ეს ძალიან ცუდია, როდესაც ამ ქალით ცხოვრობ და სუნთქავ. ფეხებს უკოცნი და ყოველდღე ყვავილებს ჩუქნი. ამით შენ მისგან ქალღმერთს ქმნი და ეს ქალღმერთი შენ აუცილებლად მიგატოვებს. რადგან მას შენში ღმერთის დანახვა უნდა და არა პირიქით. მას უნდა რომ შენში ღმერთს ხედავდეს, რომელსაც საკუთარი თავი უყვარს და არა თვითონ ის. და როდესაც მამაკაც საკუთარი თავი უყვარს და ქალს დოზირებულად აწვდის სიყვარულს, მაშინ ქალი მის გამო ყველაფრისათვის მზად არის. ქალმა იცის როგორ აარწყოს ურთიერთობა, რომ მისი კაცი კმაყოფილი იყოს და ასეთი მამაკაცის გვერდზე ყოფნა მისთვის საუკეთესო განცდა იქნება. ასე ის მართლაც ქალღმერთად იგრძნობს თავს, მაგრამ ჯერ მამაკაცი უნდა იყოს ღმერთივი ძლიერი, ალფა სტატუსის მქონე და ამის მერე ხდება ქალის ქალღმერთობა, ისევ ქალისთვის მიმზიდველი და საინტერესო. ქალის პირველ ადგილზე დაყენება არაფრით არ შეიძლება. ის ამას არასდროს არ დაგიფასებს. ეს ბუნების კანონია. ქალებს ხასიათებში გარკვეული ქცევის ალგორითმები და პროგრამები აქვთ გაწერილი. ქალებს ხასიათებში გარკვეული ქცევის ალგორითმები და პროგრამები აქვთ გაწერილი, რაც საერთოდ ყველა ქალს აერთიანებს. აი აქ არის განსხვავება იმაში, რომ ყველა ქალი ერთნაირი არ არისო და აი ამას შორის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ქალებს ხასიათებში გარკვეული ქცევის ალგორითმები და პროგრამები აქვთ გაწერილი, რაც საერთოდ ყველა ქალს აერთიანებს. ანუ ქალი არის ზოგადად პროგრამა, ჩვენ უნდა შევისწავლოთ ეს პროგრამა. იჩხუბეს და ქალი მამაკაცისგან წავიდა. კაცი ამ დროს შემორიგების განზრახვით 101 ვარდს უგზავნის. შენ მამაკაც გადაობა ეს 101 ვარდი მე რომ წერდი მაშინ იყო ტრენდული, ეხლა 1001 ვარდია. ისე გაწვირდა ცხოვრება. 101 ბეროს დავწერე ეს თავი, მაშინ 101 ვარდი იყო ჯერ კიდე რა ტრენდული. ეხლა 101 ვარდი, 101 ვარდი რომ გაუგზავნო, თავში გადაგარტყავენ. ეს ამით წადი მოგავე ისაო. ოთახი გამოგავე, ამით თუ გინდა შენ ეს ცოცხი ვის რა შეჭდებაო. თავში ჩაგათხლიშავენ რა 101 შეყვარებულს უძახდი გოგოს და 5 ვარდი ვაჩუქე და ეს თაროზე შემოდო, ეს რა არისო. იმიტომ რომ არ ვიყავი აზზე მოსული მაშინ. თორე იქვე უნდა დამემთავრებინა ეს ურთიერთობა. იჩხუბეს და ქალი მამაკაცისგან წავიდა. კაცი ამ დროს შემორიგების განზრახვით 101 ვარდს უგზავნის. შენ მამაკაცი მისი ცუდი საქციელის სანაცვლოდ სიყვარულს ჩუქნი და ამას ქალი ყოველთვის შენს სისუსტედ შეაფასებს. შენ გინდა რომ მას უყვარდე და აქ ჩანს რომ შენ გინდა მისთვის საჭირო იყო. ეს სისუსტეა და ასეთი მამაკაცები არავის არ უყვართ. საერთოდ არავის. საკუთარ თავზე არაერთხელ მაქვს გამოცდილი და ვიცი. ურთიერთობა ეს თამაშია, რომელიც რეალობის შემქმნელი არქიტექტორების მიერ არის დაპროგრამირებული. იგივე რევოლუციური
იგივე რევოლუციური მექანიზმი იმისათვის რომ თაობიდან თაობას ძლიერი გენები გადაეცეს. ასე რომ ქალი სუფთად ინსტინქტებსაა დაქვემდებარებული და მისი ძირითადი ფუნქცია არის ის რომ ბავშვი შვას ძლიერი მამაკაცისგან და თუ კი ქალის თვალში შენ მნიშვნელობას დაკარგავ, მაშინ პროგრამა შენ ამოგშლის და შენს ქალში შენს მიმართ რეპროდუქციული ინსტინქტი გაითიშება. სექსის სურვილი ქრება და იზრდება მისგან ღალატის საფრთხე, იმიტომ რომ ეს რეპროდუქციული ინსტინქტია. დღეისათვის დავამთავრეთ და ბიჭებო გახსოვდეთ ერთი ოქროს ფორმულა. არასოდეს არ უსმინოთ რას იძახის გოგონა. ყოველთვის დააკვირდით მის ქცევას. ასევე კომენტარებშიც გოგოები ყოველთვის დაწერენ რომ ეს ყველაფერი არის სისულელე და მე ვიტყვევდი ეს ესე არ არის. ამას არ მოусმინოთ. მოусმინოთ მამაკაცებმა ერთმანეთს. დასვით შეკითხვები, თქვენი აზრი დავაფიქსირეთ და წინ ბევრი საინტერესო თავი გველოდება, იმიტომ რომ ეს თემა არის ამოუწურავი და ძალიან დიდი წიგნი გამოდის სავერთო ჯამში რა.